დაფიქრებულ ხართ, რამდენად მართავთ თქვენ ქცევას? ფიქრობთ, რომ ყველა გადაწყვეტილება თქვენ მიერ მიღებულია? არსებობს გარემო ფაქტორები, რომლებიც ჩვენს ქმედებებს, ჩვენი მხრიდან გაცნობიერების გარეშე წარმართავენ. რატომ ვჩერდებით შუქნიშანზე წითელი ფერის ანთებისას დაუფიქრებლად და ავტომატურად? ეს წესების დაცვაა თუ უფრო ღრმა პროცესი მიმდინარეობს ჩვენს თავის ტვინში? ან რატომ არის, რომ ზოგიერთ ხუმრობას მეგობრების წრეში თავისუფლად ვყვებით, მაგრამ მშობლებთან ვერასდროს ვიტყოდით? ესეც ხომ ავტომატური ფილტრია, რომელიც ჩვენ ქცევას არეგულირებს. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არ არის. ამ ყველაფერს სრულიად განსხვავებულ ქცევებს აერთიანებს სტიმულის კონტროლი, ფსიქოლოგიური პრინციპი, რაც ხსნის თუ როგორ სწავლობს ჩვენი ტვინი გარემო სიგნალებზე სწორად რეაგირებას. რა არის სტიმულის კონტროლი? წარმოიდგინეთ, ჩვენი ტვინი ერთგვარი დეტექტივია, რომელიც მუდმივად ეძებს მინიშნებებს გარემოში. როცა რაღაც სიგნალი სტიმულის არსებობისას ჩვენ ქცევას ჯილდო მოყვება, ჩვენი ტვინი ამ კავშირს იწერს და შემდეგში იგივე სიგნალის დანახვისას ის ავტომატურად გვივიძეგებს იგივე ქცევისკენ. ანუ, ეს სიგნალი ხდება ჩვენი ქცევის ერთგვარი ჩამრთველი ღილაკი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რაც წარსულში ვისწავლეთ. როგორ ხდება ეს დასწავლა? როგორ იქმნება კავშირები? პროცესი მარტივია და სამი ნაბიჯისგან შედგება. ქცევის ანალიტიკოსები ამას ABC მოდელს უწოდებენ. პირველი არის წინაპირობა, ეს არის სიგნალი, ანუ ტრიგერი გარემოში. შემდეგ მოდის თვითონ ქცევა, ჩვენი პასუხი, რეაქცია ამ სიგნალზე. და ბოლოს მესამე შედეგია. სწორედ ეს შედეგი გამტკიცება იქნება თუ დასჯა, ჩვენ ტვის ასწავლის, ღირდა თუ არა ამ ქცევის განმეორება მომავალში. ანუ წინაპირობა არის ის მინიშნება, რომელიც გვეუბნება თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ჩვენ ქმედებას. ეს ABC ჯაჭვი სულ მუშაობს ჩვენ ცხოვრებაში, ხშირად ისე, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ. მაგალითად, ტელეფონის დარეგვა არის წინაპირობა, ჩვენ ვპასუხობთ, ეს ქცევაა და შედეგი ვესაუბრებით იმას, ვინც გვირეკავს. წითელი შუქნიშანი სიგნალია, მუხრუჭზე ფეხის დაჭერა ქცევა და ავარიის თავიდან არიდება შედეგი. ეს ყველაფერი ავტომატურად ხდება. არსებობს ორი მთავარი სახის სიგნალი. პირველს ქვია დისკრიმინაციული სტიმული, SD. წარმოიდგინეთ, ეს არის მწვანე შუქი თქვენი ქცევისთვის. სიგნალი, რომელიც გეუბნებათ, მიდი იმოქმედე, ამას კარგი შედეგი მოყვება. მეორე კი არის დელტა სტიმული. ეს პირიქით წითელი შუქია, რომელიც გვაფრთხილებს, ჯობია გაჩერდეთ ამ ქცევას, ან არაფერი მოყვება, ან ცუდი შედეგი ექნება, ეს უკვე დისკრიმინაციული სტიმული იქნება დასჯისთვის. ეს ყველაფერი გიგის მაგალითზე ვნახოთ. გიგის ფულის სჭირდება, მისთვის დედა არის დისკრიმინაციული სტიმული, ანუ მწვანე შუქი, რადგან როგორც წესი დედა აძლევს ფულს. მამა კი დელტა სტიმულია, წითელი შუქი, რადგან ის სამსახურის შოვნას ურჩევს. დაფიქრდით, ვისთან მივა გიგი ფულის ათხოვნელად, რა თქმა უნდა დედასთან. მან ისწავლა, რომ დედის დანახვა არის სიგნალი, რომ თხოვნას დადებითი შედეგი მოყვება. სწორედ ეს არის სტიმულის კონტროლი მოქმედებაში. ასეთ დასწავლას ჩვენ ყოველდღე გაუცნობიერებლად გავდივართ, თუმცა ეს მექანიზმი მხოლოდ ადამიანებს არ ეხებათ. ეს ძალიან ფუნდამენტური პროცესია. ერთი კლასიკური ექსპერიმენტი ამ ყველაფერს ძალიან კარგად გვაჩვენებს. ეს არის სკინერის ცნობილი ექსპერიმენტი. გვყავს მშიერი მტრედი, გვაქვს ღილაკი, რომელზე ჩანისკარტებითაც ის საკვებს იღებს და გვაქვს ორი სხვადასხვა ფერის ნათურა. ორი პირობა იყო ექსპერიმენტში, როდესაც წითელი შუქი ინთებოდა ღილაკზე ჩანისკარტებას ყოველთვის მოყვებოდა საკვები, ანუ წითელი შუქი იყო დისკრიმინაციული სტიმული ჯილდოსთვის. მაგრამ, როდესაც მწვანე შუქი ინთებოდა, ჩანისკარტებას არაფერი მოყვებოდა, ანუ მწვანე შუქი იყო ეს დელტა სიგნალი იმისა, რომ შედეგი არ იქნებოდა. მტრედმა ძალიან სწრაფად ისწავლა ამ სიგნალების გარჩევა და ღილაკებს უნისკარტებდა მაშინ, როდესაც წითელი შუქი ენთო. მწვანეს კი სრულიად აიგნორებდა, ანუ წითელმა შუქმა სრული კონტროლი დაამყარა მტრედის ქცევაზე. თუ ჩვენ ქცევას გარემოში არსებული სიგნალები აკონტროლებს, ეს იმას ნიშნავს, ჩვენი ქცევა შეგვიძლია შევცვალოთ ამ სიგნალების გარემოში შეცვლით. ამას წინაპირობის კონტროლი ჰქვია. როგორ გავზარდოთ სასურველი ქცევა? თქვენ გარემოს დაამატეთ დისკრიმინაციული სტიმული. თუ გინდათ დილით ივარჯიშოთ, მაშინ საღამოსვე მოამზადეთ სპორტული ტანსაცმელი. დადეთ თვალსაჩინო ადგილას. მეორე, მაქსიმალურად გააადვილეთ ეს ქცევა. თუ გინდათ მეტი ხელი მიირთვათ, გარეცხეთ და დადეთ სამზარეულოს მაგიდაზე, რომ პირველი ის მოგხვდეთ თვალში.
იგივე ლოგიკა მუშაობს პირიქით, არასასურველი ქცევის შესამცირებლად. ამ შემთხვევაში უნდა მოვაშოროთ დისკრიმინაციული სტიმულები. თუ ტელეფონი ძალიან დიდ დროს გართმევთ, უბრალოდ გამორთეთ ყველა შეტყობინება, რომელიც თქვენ ყურადღებას იპყრობს. ან გაართულეთ არასასურველი ქცევის შესრულება. თუ ტკბილეულის ჭამას გინდათ თავი დაანებოთ, მას სახლში ნუ შეინახავთ, ან ისეთ ადგილზე დამალეთ, რომ ის ამოსაღებად დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ. მკვლევარებმა მელინმა და გოტეს მამმა 1991 წელს საავადმყოფოს პალატაში ყავის ოთახში ავეჯი გადაადგილეს, რათა გაეზარდათ დემენციის ან შიზოფრენიის მქონე ხანდაზმულებს შორის სოციალური ურთიერთობა. როდესაც ავეჯი ისე იყო განლაგებული, რომ საუბარი გაადვილებულიყო, ბინადრებს შორის სოციალური კონტაქტები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს თეორია პრაქტიკულად გაძლევთ საშუალებას თქვენ თვითონ დააპროექტოთ თქვენი ქცევა. აირჩიეთ ერთი ქცევა თქვენ ცხოვრებაში, რომლის შეცვლაც გინდათ, დაფიქრდით, რა არის ის სიგნალი, მინიშნება გარემოში, რომლის დამატება ან პირიქით მოშორება ყველაფერს შეცვლიდა. გარემოს ჭკვიანური დაგეგმვა და ამ გარემოს შეცვლით ქცევის შეცვლის ძალა სწორედ თქვენს ხელშია.